მოკლედ გამარჯობა. მე მგონი ყველას გიცნობთ. ან სადღაც უეჭველი შევხვედრი ვართ. დღეს იდეაში უნდა გავარჩიოთ rand augmentation ეგეთი სტატია. რომელიც სტანდარტული იყო მე მგონი აბიმაში. ამ ლექციის ნაწილში. მაგრამ მე თვითონაც რო გავარჩიე სტატია. გიჩანთ მე მგონი, ხო? ანუ საკმაოდ არ ვიცი, ან ტექნიკურად საკმაოდ მარტივი რამე არის, კონცეპტუალურადაც ძალიან მარტივი რამეა და ან 5 წუთში რო არ დაგვემთავრებინა, ვიფიქრე რომ ცოტა თავიდან დაგვეწყო იდეაში მონაცემთა აუგმენტაციით ცოტა შორს წავსულიყავით და ბაზისებში წავსულიყავით და მე ასე ვთქვათ მე დავბრუნებულიყავით rand augment-ზე, იმიტომ რომ ანუ საკმაოდ კაი შედეგები აჩვენა იმ benchmark-ებზე, რაც სტატიაში არის ნახსენები. ამ სტატიაში არ ვიცით გადახედეთ თუ არა, მაგრამ იდეაში რაღაცა 14 ბაზისური ტრანსფორმაცია არის ნახსენები, საიდანაც მე შემთხვევითად ხდება არჩევა ყოველ სურათზე, ამ სტატიაში იდეაში ორ ტრანსფორმაციას ირჩევენ შემთხვევითად ამ 14-დან. ხო და მოდი ვაფშე მაგ ტრანსფორმაციებით დავიწყოთ საბაზისო ტრანსფორმაციებით. ზოგადად რა შედეგები აქვს და რა შედეგები შეიძლება გქონდეს და მე მივიდეთ იქამდე. თანდახან შეიძლება კატისკნავილი შემოვიდეს, მაგრამ ბილის ხმა არის და მოკლედ ხშირად კნავის და არაფერი ისეთი. კაი. ალბათ ყველამ ვიცით, რატო შეიძლება დაგჭირდეს მონაცემთა აუგმენტაცია. ორი ძალიან ცხადი მიზეზი არსებობს. ერთი არის, რომ პირიქით ძალიან ცოტა მონაცემი გაქვს და მაგ ცოტა მონაცემზე მოდელი ვერაფერს ვერ სწავლობს, ან თუ სწავლობს აქვს ძალიან დაბალი accuracy და მეორე ძალიან ცხადი არის, რომ უბრალოდ მოდელი იმდენად კომპლექსურია, რომ იმ მონაცემებზე რაც გაქვს overfitting საკეთებს და ვერაფერს ვერ შვები. არის კიდე disbalance-ის პრობლემაც, თუმცა აუგმენტაციით რთული არის disbalance-ის გადაჭრა რა, მაშინ რაღაც ვთქვათ ორი კლასი თუ გაქვს, მეორე კლასზე უნდა ჩაატარო ისეთი სერიოზული ტრანსფორმაციები, რომ ის ბალანსი დაიჯირო, მაგრამ მოკლედ disbalance-ზე ცოტა რთული არის. მაგრამ პირველი ორი რაც ჩამოვთვალე, მაგის გადაჭრა ძალიან ცალსახად შეგიძლია. ოქროს წესი რაც შეიძლება აუგმენტაციისას დავიცვათ, არის რომ ანუ ისე არ უნდა დავამახინჯოთ სურათი, რომ ლეიბლის გარჩევა, ანუ ისე რომ კატის და ძაღლის მაგალითი რო ვიღოთ, ანუ ლეიბლის გარჩევა გაჭირდეს. ცოტა სხვა მაგალითი რო ვიღოთ, მაგალითად სურათიდან რაღაცის დეტექციის, ანუ იმდენად, აი მაგალითად ამოჭრა არის ერთ-ერთი მეთოდი რა, ანუ random ადგილი შეგიძლია სურათში ამოჭრა. ჩემი ხმა კარგად ისმის, ხო, მაინც დავაზუსტო. random ადგილი რო ამოვჭრათ სურათში და მიზანი რო იყოს, რომ ვთქვათ, ამ სურათში აღმოვაჩინოთ რამე, არ ვიცი, სახლი მაგალითად, აუგმენტაციისას შემთხვევით სახლს თუ ამოვჭრით, ანუ არანაირ შედეგს არ მივიღებთ. ანუ ლეიბლიც არასწორი იქნება. ამიტომ მოკლედ ძალიან ლოგიკური ძალიან ლოგიკური ოქროს წესია, რომ ანუ ისე არ უნდა დამახინჯდეს, რომ ლეიბლი შეიცვალოს. ყველაზე ცალსახა მაგალითი აუგმენტაციის, არის ალბათ გეომეტრიული ტრანსფორმაციები, ეს ფერების სივრცეში სხვადასხვა ტიპის ცვლილება, ეს ხმაური და გაბლარვა. და აი ქვევით მეორე ხაზზე რაც წერია, ცოტა უფრო advanced ნაწილი არის რა. ანუ პოლიტიკასაც ასე ავტომატურ პოლიტიკებსაც ვახსენებთ პრეზენტაციის ბოლოს. პირველი რაც ვთქვით, ეს როტაცია, ჰორიზონტალური და ვერტიკალური გადაბრუნება, ტრანსლაციები ხშირად გამოიყენება მოკლედ. და გამოიყენებოდა. ამოცანასაც გააჩნია იდეაში,
აი ხა ამ кейსზე просто ამ ცოცხალ ტიპს რა შევხედოთ, ეს ტრანსფორმაციები რაც ეხა მაგ გაკეთებული და იდეაში ამას ჩაგიგდებთ ფაილს, არაფერი ისეთი არ არის. თქვენ შეგიძლიათ მე ითამაშოთ. ამ შემთხვევაში დიდ ეფექტს არ მოგცემდა რა იდეაში ეს ტრანსფორმაციები რომ ჩაგვეტარებინა. და მე ბოლოში მაგასაც ვიტყვი დატის მიხედვით რა ტიპის ტრანსფორმაცია შეიძლება გქონდეს ეფექტი. და თუ თქვათ მიზანი იქნებოდა რომ რაღაც გვეპოვა ადამიანი ამ სურათში ესეთი ტიპის აუგმენტაციები რო გავუკეთებინა თან იმ ფაქტორით რა ფაქტორითაც მე გავაკეთე ანუ აზრი არ აქვს თითქმის რა იმიტომ რომ ან ცვლილებას ძალიან ცოტა ეფექტით გაძლევს ამიტომ ერთ-ერთი იმ ოპერაციასთან ერთად რასაც ირჩევ თქვათ როტაცია ანუ შემოbrunება ამ სურათის ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგნიტუდა ანუ რა სიმძლავრით აკეთებ მაგ როტაციას მაგალითად რაღაცა 15 გრადუსით 30 გრადუსით თუ ასე შემდეგ გეომეტრიულის მეორე ნაწილი იდეაში აქ ყველაზე უფრო ასე თქვა advanced შეიძლება რომ აი ელასტიკური დეფორმაცია იყოს ან აი პერსპექტივის ტრანსფორმაცია პერსპექტივის ტრანსფორმაცია საკმაოდ ესეთი საინტერესო მათემატიკა აქვს უკან და აი პერსპექტივის ტრანსფორმაცია ბევრჯერ გამომიყენებია რაღაცა აი მაგალითად კამერასთან თუ უნდა მიიტანო რაღაცა რომელიც მოდელმა უნდა ამოიცნოს ან ძალიან ზუსტად ვერ მიუტან რა მოკლედ ან პარალელური არ იქნება შენ მიტანილი 2D ობიექტი ამ კამერის და თუ გინდა რომ მოკლედ მოდელმა კარგად ისწავლოს და ოდნავ თუ დაატრიალებ მაგ ობიექტს დოკუმენტს მაგალითად ანუ არ შეუმცირდეს accuracy ან უეჭველი უნდა გაუკეთო ან პერსპექტივით აუგმენტაცია ანუ ეს პერსპექტივის აუგმენტაცია შეიარს რო ეძახიანება არა პერსპექტივის აუგმენტაცია არის აქ არ ჩანს ხო ცუდად ჩანს ვაფშე მოიცა slide show არ მოგჩვენს მივხვდი კი ეგ არის ხო ანუ ეს გაჭიმვა კი არ არის თქვათ ან x ან y ღერძზე რა ჩათვალე რომ x და y-ს რომელსაც სიფრთხეზე შენუყურებ კიდე z ღერძი არის შიგნით ან ეკრანის შიგნით და იქ აკეთებ ტრიალს რა რომელიმე კუთხით გასაგებად ახსენე თუ კი ანუ წარმოიდგინე რომ აი რამე დოკუმენტი თქვათ ID და კამერას რომ მიუტანო რა ყოველთვის პარალელურად ხოლმე მიუტანო ანუ რაღაცა შეიძლება ოდნავ ხელი წინ წაგიცდეს ან რაღაცა ეგეთი რა და იქ თემა არის ანუ ამ სლაიდებში რასაც არ ვახსენებ ალბათ არის ანუ მაგალითისთვის ეს ხა რაც გამახსენდა ადრე მე მგონი ისედაც მოგიყევით პროსტო რომ შევხვდით სადღაც აი ზუსტად მაგაზე აი ძალიან დამოკიდებული არის ეს აუგმენტაცია იმ ამოცანაზე რასაც აკეთებ და აი დოკუმენტის ამოცნობაზე რო გითხარით აგრას ერთ-ერთი აუგმენტაცია რაც მქონდა იყო რომ ყველა დოკუმენტს ზემოდან დავახატეთ რამდენიმე ადამიანის ხელი რა ანუ თორ ხელში გიჭირავს იდეაში ისა დოკუმენტი და გადაფარვები სხვადასხვა ადგილას რომ მომხდარიყო ეგეც რომ გაეთვალისწინებინა მოდელს მაგასთან ერთად კიდე აკეთებენ ხოლმე სხვადასხვა სიკაშკაშის დადებას სურათზე იმიტომ რომ თქვათ კამერასთან რაღაცა თუ მიგაგ არიცი მზე რა კუთხით შეიძლება მოხდეს იმ ობიექტს რაც კამერასთან მიგაგ და აუგმენტაციას მაგით აკეთებენ რა ამახინჯებენ ხოლმე სურათს რენდომ ადგილებს წრიულად ანათებენ ხოლმე ეს ხა ოპერაციურცაში აუგმენტაცია ერთმანეთს ძალიან გავს ხოლმე რა და იდეაში ყველაფრის ერთდროულად გამოყენება შეგიძლია აუგმენტაციის დროს მაგრამ დიდ ეფექტს არ მოგცემს იმიტომ რომ რავი თუ გადახედავთ აქეთ
რაც გაკეთებული ამ ერთ ცალსურათზე, ანუ ჩათვალეთ, რომ თუ დეტექციის ამოცანა არის, ანუ იმენა ერთნაირია რა, ანუ არაფერი დიდ სხვაობას არ გაძლევს. ამიტომ ესეთი ტიპის ტრანსფორმაციები ისეთ ამოცანებზე, როგორც არის რაღაცის აღმოჩენა და კოორდინატების გამოთქვა, რაღაცა ეფექტს მოგცემს, მაგრამ დიდი გაუმჯობესება არ იქნება. ოკეი. ყველაზე ეს გაუსის ხმაური და ეს send და pepper ხმაური რაც არის, ეგენი გამოიყენება იდეაში იმ შემთხვევაში, თუ გინდა რომ ანუ შენი data set-ის ხარისხი მაღალია გაცილებით და ელოდები რომ რეალურ ცხოვრებაში უფრო დაბალი ხარისხის სურათები შემოვა. და ეს თუნდაც მარილ პილპილის ხმაური ქართულად რო გადავთარგმნეს სასაცილოდ გამოვიდა. ეგ ხმაური იდეაში რასაც აკეთებს არის რომ uniform განაწილება გაქვს და ზოგიერთ წერტილს ანუ ათეთრებ, ზოგიერთ წერტილს შემთხვევითად აშავებ რა და ქმნის იმ ეფექტს, რომ თითქოს ხარისხი მცირდება სურათის. ну იდეაში მართლა მცირდება სურათის ხარისხი, ანუ ეფექტს კი არ ქმნის. რეალურად ამცირებ და მაგით ნეირონულ ქსელს აიძულებ, რომ სხვა რაღაცებზე გადაერთოს, რაც უფრო მნიშვნელოვანი არის ამ სურათში და ну ცალსახად უკეთეს ხდი მაგით. მაგრამ ეხლა რაც ტრანსფორმაცია მაქვს დადებული ძალიან წირ მას მოგცემს რა შედეგს. იმიტომ რომ თვალითაც ძალიან ჭირს ეხლა რომ გაარჩიო კი დაინახავ რომ თქვა ხარისხი აფუჭებულია, მაგრამ დიდად არ არის გაფუჭებული. ალბათ უფრო გავაფუჭებდი უკეთესი შედეგის მიღება რომ მინდოდეს. დატასეტი ცოტა გვაქვს, მე ძალიან რომ გავაფუჭოთ, ხო კაი არ იქნება. გააჩნია რამდენად ცოტა გაქვს და გააჩნია როგორ გააფუჭებ რა, აი აკრას მარტო ამის იმაზე ვთქვი. ანუ შეხედა ეს ხო იმენა ლიტერალი ერთი წერტილი არის რა, ანუ რაღაცა ერთ პიქსელს ზოგს აშავებს, ზოგს ათეთრებს რა და მთელი ობიექტი არ რჩება, ანუ დიდად intact არ არის რა, მოკლედ ანუ ისევ ძალიან კარგად გარჩევადი არის რა. ხო და რაღაც უფრო მეტ კომპლექსურობას მოვიფიქრებდი ალბათ დამახინჯებისას რა, უფრო დიდზე დავამახინჯებდი. ისე რომ აი აქ რომ თუ ჩემს დატასეტში მაგალითად სუ ესეთი ტიპის ობიექტებია, ან ყველა ვარიანტში რაღაც მხრივ მაინც უნდა გადახედო მაგ დატასეტს რა. თუ ობიექტები პატარა არის, ისე ამოღებაც გინდა იქედან და დეტექცია, მაშინ და უეჭველია ეს მეთოდი უნდა გამოვიყენო, აი აქ შუაში რაც არის. მაუსი, კი ჩანს. ეს მეთოდი რაც არის, მაშინ ალბათ რაღაცა 2 პიქსელზე ანუ გავაორმაგებდი რა და უფრო დიდი არეალით გავაფუჭებდი რა. რომ მეტი ადგილები დაფაროს. და მე შესაბამისად სხვა ადგილებს მიექცევდა ყურადღებას და უკეთ ამოიცნო. შემდეგი არის კროპინგის სტრატეგიები. ეგეც აუგმენტაციის მეთოდი არის იდეაში, მაგრამ აი ცალსახა არის, რომ ანუ რაღაცეები პროსტო სისულელი გამოდის. და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ რა ამოცანას აკეთებ. ანუ ყველანაირი აუგმენტაციის ჩამოწერა და მე ამ ყველაფრის შენს დატასეტზე მოდება არასდროს არ იქნება ალბათ საუკეთესო ვერსია. ალბათ არასდროს არ იქნება რა. აი მაგის კარგი მაგალითი არის შემთხვევითი ამოჭრა, ცენტრალური ამოჭრა, ან ესეთი რაღაც ზოგადი მეთოდები არის რა, 5 და 10 ამოჭრა ქვია და კიდე მრავალმასშტაბიანი. აი პირველი 3 ჩათვალეთ, რომ რა ვიცი. ჩვენს სურათზე, რაც მაგალითად ქონა მოყვანილი, ანუ არც ერთი თითქმის არ მუშაობს რა. თუ დეტექცია არის მიზანი. იმიტომ რა ვიცი, დიდი სურათია, უნდა შეარჩიო ამოჭრის ზომა, ეხლა აქ რა ამოჭრის ზომაც არის შერჩეული. ანუ მაგნიტუდა რა. ამ მაგნიტუდას ბევრჯერ შევეხებით შემდეგი სლაიდებში. ეს მაგნიტუდა ცალსახად არ ვარგა, იმიტომ რომ
არსად არ ფიგურირებს რა, ანუ შემთხვევითად ამოვიღე მაგალითად 5 ჯერ და არ მომცა ის შედეგი, ანუ არც ერთში არ მოხდა ის ცოცავი ტიპი რა. ცენტრალურმა ამოჭრამაც არ იმუშავა, იმიტომ რომ სურათის ცენტრში არ იყო და არც შემთხვევით. ერთადერთი რამაც აქ იმუშავა იყო მრავალმასშტაბიანი ამოჭრა. შესაბამისად, აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ რამეს გავაკეთებთ, ერთი არის, რომ შემთხვევით ამოჭრაში მაშინ რაღაცა პარამეტრი უნდა გქონდეს, ანუ დიდი მაგნიტუდით უნდა გავაკეთოთ შემთხვევითი ამოჭრა, ან მრავალმასშტაბიანით უნდა წავიდეთ რა. და ნუ რა არის ხა კლასიკური აუგმენტაციაში რა შეგვიძლია რომ ეს რაც ჩამოვთვალეთ იქიდან რამე გამოვიყენოს და როგორი pipeline-ით უნდა წავიდეთ. ერთი არის რომ შევაფასოთ ამოცანა, ვაფშე რას ვაკეთებთ. და რამდენად ლოგიკური იქნება თქვა ის ტრანსფორმაციები, რაც ჩამოვთვალე ამ ამოცანასთან მიმართებით. და მხოლოდ ისინი დავტოვოთ, რომელიც რაღაცა ტიპის შედეგს მოგცემს. შემდეგ უნდა ავირჩიოთ რა მიმდევრობით შეიძლება ეს ტრანსფორმაციები გადატარდეს. რა ყველა ტრანსფორმაცია შებრუნებადი არ არის. აი მაგალითად მოტრიალება და ფერის შეცვლა, ოკეია რა, რომელს გააკეთებ პირველს, სულ ერთი ფერს შეუცვლი და მე მოატრიალებ თუ მოატრიალებ და მე ფერს შეუცვლი სულ ერთია. მაგრამ თქვათ x-ით გააჩოჩებ და მე მოატრიალებ თუ ჯერ მოატრიალებ და x-ით გააჩოჩებ, სხვადასხვა ეფექტს გაძლევს და შესაბამისად სხვადასხვა პოლისი შეიძლება იყოს და ეგ არის პოლისი რა, მოკლედ ამ სტრატეგიის ჩამოწერა. მესამე ნაწილი რაც არის, ეგ არის ალბათობის პარამეტრი, ანუ შენ თუ გაქვს თქვა 10000 სურათი, რა პროცენტულ, ანუ რამდენ სურათზე გააკეთო ეგ ტრანსფორმაცია რა. და მოკლედ ამ ყველაფრის ხელით არჩევა საკმაოდ რთული არის. და მაგიტო არსებობს უფრო advanced ტექნიკები იდეაში. ეხლა ტრანსფორმაციის ცოტა უფრო ესეთ მნიშვნელოვან ნაწილებზე რო გადავიდეთ, ეგეთი რამე არის mix-up-ი ქვია. და ნუ სახელიც იდეაში ყველაფერს გეუბნება რა. მან რასაც აკეთებ არის რომ ვთქვათ, რა ვიცი, ბევრი კლასიფიკაციის ამოცანა არის რა. და ნუ ამ კლასებს ერთმანეთში ურევ რაღაცა წონით. და შემდეგ ვთქვათ, მოდელი უკეთ აკეთებს მაგათ გარჩევას. მაგრამ აქ აი ის ოქროს წესი რაც თავიდან ვახსენე, ეგ არის მთავარი, ანუ ისე არ უნდა დაამახინჯო სურათი, რომ ანუ ძალიან ჭირდეს, მოკლედ გარჩევა ერთმანეთისგან ამ კლასების. აი მაგალითად აი ეს ნაწილი ახლა აქ მესამე ამ ბილის და ჯოის mix-up-ი რა არის 50%-იანი ალბათობით. რაც ანუ ძალიან ცუდი პრაქტიკა არის. რასაც აკეთებენ ხოლმე არის აი მინიმალურად რა, ალბათ მაქსიმუმ 2-3% რა, იმიტომ რომ მე უკვე ძალიან ჩანს თან სურათებსაც გააჩნია. ძალიან მახინჯდება და მე მაგ ორ კლასს შორის ძალიან გაჭირდება ზოგადად გარჩევა. რასაც ეს mix-up-ი გიკეთებს არის რომ საზღვრები გლუვი გაქვს და ეს სიგლუე ანუ რატო ვახსენებ გლუვს რა, იმიტომ რომ ამის მერე მოდის უკვე მეორე მეთოდი, სადაც ლითერალი ფეჩებზე მუშაობ რა, ანუ სურათის რაღაც ნაწილებს პირდაპირ ჭრი და ერთმანეთზე ადებ. და მოკლედ მაგისგან განსხვავებით ეს არის გაცილებით გლუვი ტრანსფორმაცია. ეს mix-up-ი არსებობს რამდენიმენაირი და იდეაში სხვადასხვა საწყისი აქვს, მაგრამ რამდენიმენაირ mix-ups. ეს არის ყველაზე სტანდარტული რა, ძალიან ინტუიტიური და მარტივად გასაგები, პირდაპირ იღებ რაღაცა input-ი გაქვს აგერ ბილი. მეორე არის აქ ძაღლი და რაღაცა წონებით ერთმანეთში. просто ჯამავ, ანუ რო წაიკითხო თქვა CV-ით რო წაიკითხო სურათი, მიიღებ მატრიცას
ეგ ორი მატრიცა რო აჯამო რაღაცა კოეფიციენტებით მიიღებ აი ამ x ტილდას, რომელიც არის ეს ამათი კომბინაცია რა და ეგ ინფუთი არის რომელსაც უშვებ მე მოდულში და ლეიბლი ანუ ლეიბლსაც ზუსტად იგივე ტრანსფორმაცია უნდა გაუკეთო, რასაც ინფუტს უკეთებ. ეგ არის და ეგ ძალიან მარტივი რამეა. და სხვათა შორის ძალიან გამოსადეგი კლასიფიკაციების დროს. სამი ძირითადი ვარიანტი არის mix-up-ის. ალბათ მე მგონია რომ ჩემი ინტუიციით, მოკლედ puzzle mix-up-ი ალბათ ყველაზე კაი ვარიანტი შეიძლება იყოს რაღაცა პროცესებში. რა არის manifold mix-up? მოკლედ შინაარსი ყველას ერთი და იგივე აქვს, ანუ წონებით ხდება манипуляция ორ ინფუტს შორის. ერთადერთი manifold-ი რასაც აკეთებს, რომ გააქვს რაღაც ნეირონული ქსელი. და ამ ნეირონული ქსელის რაღაცა პატარა მონაკვეთი რო ავიღოთ input-თან ძალიან ახლოს. და შეუშვათ ჯერ ერთი სურათი, მერე მეორე სურათი და იმ წერტილიდან ამოვიღოთ მოკლედ ეს embedding-ები რაც იქნება რა. და მაგ embedding-ების სუპერპოზიცია რო გავაკეთოთ ამ წონებით. ეგ სხვაობა არის მოკლედ manifold-სა და სტანდარტულ შორის. puzzle-ი რასაც აკეთებს არის რომ მოკლედ რადგან სურათს რო კითხულობ არის მატრიცა, ამ თლიანი მატრიცების აჯამოს არ აკეთებს რა იდეაში მაგაზე გადაადებს რაღაცა ტიპის patch-ს, ანუ რომელი ნაწილები გაითვალისწინოს და რომელი არა, ანუ ნოლები და ერთები იქნება მხოლოდ და მაგათ გადადებას გააკეთებს რა, ვთქვათ, აქ მე პირდაპირ ეს ორი სურათი პირდაპირ გადავადე ერთმანეთზე და ავჯამე, ეგრე არა, ვთქვათ, ამ სურათის რაღაცა ნაწილზე იქნება ერთები და რაღაცა ნაწილზე ნოლები. და ანუ ამ სურათის რაღაცა შესაბამისად რა. და შესაბამისად გაითვალისწინებს ჯამს. ეგ არის რაც აქ ხდება არის რომ ადაპტაციური არის რა. ეხლა რა არის ადაპტაციური? ანუ აქ ლამდა ეს კოეფიციენტი რომელიც არის იდეაში ბეტა განაწილებიდან მოდის და არის ფიქსირებული. ყველა სხვა ვარიანტში რა კლასიკურშიც ამ puzzle-ში ვაფშე არ გაქვს, მაგრამ აქ m-ი გაქვს, იდეაში რომელსაც შენ აფიქსირებ და manifold-შიც. და რასაც ეს დააკეთებს არის რომ ანუ შენი ამოცანისთვის შენს ამოცანაზე არის ანუ იგივე ჰიპერპარამეტრი არის რა და ვაფშე ორნაირად პოულობენ მაგას. ერთი არის რომ ცალკე ნეირონული ქსელი არის რომლიდანაც საზღვრავენ შენ ამოცანაში ლამდა რა უნდა იყოს ან პირდაპირ ლამდას იძახიან რომ არის ჰიპერპარამეტრი და ცვალებადია და ისიც იწვრთნება. ეგ არის და ეგ. მაგრამ ანუ ეგრე გაკომპლექსურება ალბათ არც არის საჭირო ამ mix-up-ის ვარიანტის რა ყველაზე სტანდარტული რაც არის კლასიკური mix-up-ი აუგმენტაციებში კარგად მუშაობს უბრალოდ. ისე აი პატარა ობიექტების ის თუ გვინდა დეტექცია ან სეგმენტაცია მაგ დროს ის puzzle mix-up-ი წესით კარგი უნდა იყოს ხო? კი. ხო, ზუსტად ეგ თქვი რა რომ რადგან რაღაც ნაწილები ვაფშე არ გაინტერესებს. და ესე პროსტა დიდი სურათი თუ გაქვს რა მართლა. აი აქ თუ გინდა აი ვიღაცა აი ამ ტიპის ანუ ადამიანს თუ ეძებ და არ ეძებ ზუგას რა. მაგ შემთხვევაში ანუ პროსტა ესენი რო შეაჯამო ერთმანეთზე ანუ აზრი არ ექნება რა ანუ შინაარსი არ აქვს ანუ ტყუილა უნდა იწვალო. და მაგ შემთხვევაში აქვს აზრი კაკრას აი ამ puzzle-ს რა, იმიტომ რომ ამებს არ გაითვალისწინებ იდეაში. მეორე cut mix-ი არის ეგეთი მეთოდი. ესეც ძალიან ინტუიტიურია. და რა ვიცი. რაღაც სამუჭრი და გადაადებ მეორეს. სულ ეგ არის მთელი
შინაარსი. აი ეგ მეთოდი შეიძლება თქვი ხა პატარა ობიექტების ამოცნობაში, კაკრას cut mix-იც ძალიან კაი ვარიანტი არის რა. იმიტომ რომ ზუსტად შეარჩევ თქვათ ჯერ უნდა შეაფასო вообще რა პროცენტი არის მთლიან სურათში შენი გასადეტექტებელი ობიექტი და ეგეთი ფეჩები შეგიძლია გაამზადო. და მეორე ანუ ეს რაც არის source image რაც არის რაშიც მას აკეთებ, მოკლედ აი ამ ობიექტი ჩადებას აკეთებ, ვაგაზე შეგიძლია ნებისმიერ ადგილას მოათავსო რა, მოკლედ background-ივით შეგიძლია გააკეთო პირველი სურათი და მიიღებ კარგ შედეგს ცალსახად. ოკეი. პოლიტიკებზე რა ვთქვათ, რომ აი ეს რაღაც ძალიან fancy ტერმინი არის და სინამდვილეში პოლიტიკა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ჩამოწერ რაღაცა ოპერაციებს, რისი გაკეთებაც გინდა, ანუ რითიც უნდა გააკეთო აუგმენტაცია. შემდეგ უნდა დააფიქსირო რა ალბათობით უნდა გააკეთო ეს აუგმენტაცია, ანუ თქვათ 100 სურათი თუ გაქვს 100 სურათიდან რამდენი სურათს უნდა შეეხოს, რა მაგნიტუდით ან aim-ით უნდა შეეხოს თითოეული აუგმენტაცია და ნუ როგორი თანმიმდევრობით უნდა იყოს მოbrunება, გაწელვა თუ რა ვიცი ხმაურის დადება, ეგ თანმიმდევრობებიც ამ პოლიტიკაში არის გაწერილი და ნუ ამ ყველაფერს ერთად ქვია პოლიტიკა რა. აი რადგან ამ ყველაფრის ესე პროსტა ინტუიტიურად მიხვედრა, ან ბევრი პარამეტრია რა მოკლედ პოლიტიკაში და ყველაფრის პროსტა ესე ინტუიციურად მიხვედრა ძალიან რთული. ამიტომ შექმნეს მოკლედ ეგეთი მოდელი დავარქვათ თუ გინდა auto-augmenti, რომელიც არის ძალიან კომპლექსური. და ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, იმიტომ რომ auto-augments ვერ გამოიყენებს ვერსად ალბათ. იმიტომ რომ ამ ძიების არეა აქვს უამრავი რა და ძალიან დიდი დრო დაჭირდება რომ auto-augment-მა რამე გააკეთოს და თქვენთვის სასურველი შედეგი გიპოვოთ. შედეგი რაც auto-augment-ისგან უნდა მიიღოთ არის ზუსტად ეს პოლიტიკა რა, ანუ ის ოპერაციები რომელიც უნდა გააკეთოთ, ალბათობები, რითიც თითოეული ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს და ეს მაგნიტუდები უნდა გიპოვოთ რა და ასევე თანმიმდევრობა. იდეაში გაქვს ნეირონული ქსელი ამ auto-augment-ის პროცესში დავარქვათ, იმიტომ რომ დიდი რამეა. გაქვს ნეირონული ქსელი, რომელიც გიბრუნებს მოკლედ მას რა ქვია. აი ყველაფერს რა ამ პოლიტიკას. ანუ ერთობლიობას გიბრუნებს ამ ოპერაციებისა და ალბათობებს იდებს და თანმიმდევრობას. ირჩევ ნებისმიერ child models ნუ შენს ამოცანაში რაც არის, არ ვიცი რა, რომელიმე რეზიდენტი მაგალითად და ვთქვათ დაგიბრუნა რამე ორი ტრანსფორმაცია სხვადასხვა სიდიდეებით, სხვადასხვა მაგნიტუდებით რა, ალბათობებით და მაგნიტუდებით. და მაგას აკეთებ იმ დატაზე რაც გაქვს და გიბრუნებს, ნუ გაქვს ვალიდაციის სეტი და იმ ვალიდაციის სეტზე ნახულობ რამდენია შედეგი. ვთქვათ შენი შედეგი არის 70%. და შენ არ გაწყობს რა 70% ცუდი შედეგია. ნაკლებია ვთქვათ 95 გინდა რა. თუ ნაკლებია 95-ზე, რაც მიიღე, ესე იგი ცუდია. და ნუ შესაბამისად ეს პოლიტიკა არ ვარგა. Reinforcement learning-ი არის რა. ნუ შემდეგ თავიდან მეორდება ეგ პროცესი, გიბრუნებს ბოლოს პოლიტიკას, ისევ აკეთებ აუგმენტაციას დატის, ისევ წვრთნი მოდელს, ისევ აკეთებ ვალიდაციას და ნახულობ რამდენი გაქვს შედეგი. თუ
თუ გაუმჯობეს და თქვა 95-ზე მაღალია, ოკეი, თუ არ არის მაღალი, მაშინ ისევ აჯარიმებ და ესე გრძელდება და აი უამრავი დრო ჭირდება, რომ შენს ნეირონულ ქსელზე იმ მონაცემებზე რაც გაქვს, იპოვო საუკეთესო პოლიტიკა რა. ანუ ძალიან მაგარი მეთოდია, მაგრამ დროში აქვს სერიოზული ჩატი. გამოთვლითი, ან მოკლედ რას ვთქვი რა, გამოთვლითი ღირებულება არის ძალიან დიდი. სადღაც გამოდის წელიწადი და რაღაცა. ესე პირად ისე ვერ დავითვლი, წელიწად 1.5-6 რა, სადღაც ეგრე მაგდენი დაჭირდება, რომ საუკეთესო პოლისი იპოვო. მოკლედ ოლიმპიადაზე არ გამოგადგებათ. ამიტომ აუტო-აუგმენტი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომ შენს მონაცემებზე საუკეთესო სტეპები იპოვო, როგორ შეიძლება აუგმენტაცია გააკეთო, მაგრამ არ არის ოპტიმალური. და მაგიტო შექმნეს ის rand augment-ი, რომელიც დღეს უნდა გაგვერჩია იდეაში. და ეხლა ვიტყვით მაგის მთავარ პრინციპებს. ეხლა რა ხდება rand augment-ში? მოკლედ თუ auto augment-ში აი ამ ხელა პროცესს აკეთებდი და იყო reinforcement learning-ი, ქონდა RNN-ი, ის გიბრუნებდა რაღაცა თანმიმდევრობას ამ ტრანსფორმაციების ალბათობებს და მერე მაგნიტუდს და თანმიმდევრობებს, აქ ეგ არაფერი არ გაინტერესებს რა, ეგ ყველაფერი კიდია. პროსტა გაქვს, სტატიაში არის განხილული 14 ტრანსფორმაცია რა, რაც თავიდან თქვი, აი, ჩვენ რაც ვახსენეთ დაახლოებით, ანუ ძირითადად ეგენი. ალბათ 95% ეგენი. და მაგ ტრანსფორმაციებიდან ყოველ მინი ბაჩზე ჩათვალე რომ ყოველ 100 სურათი თუ გაქვს, ყოველ სურათზე ირჩევ შემთხვევითად სტატიის მიხედვით საუკეთესო ვარიანტი ალბათ n-2 არის რა. საუკეთესო ორ ტრანსფორმაციას ირჩევ, თქვათ, მოbrunებას და ფერის შეცვლას და მაგ ოპერაციას აკეთებ მაგ სურათს. m-ი არის ფიქსირებული და უნდა შეაფასო რა. რაც უფრო დიდი მაგნიტუდით გააკეთებ ტრანსფორმაციას, უბრალოდ დიდი ნეირონული ქსელები დიდ ტრანსფორმაციას დიდ m-ს იტანენ რა. სტატიის მიხედვითაც გეტყვით დაახლოებით რამდენი არის საუკეთესო ვარიანტი. არაფერი search-ის ის არ გაქვს, მოკლედ ამ პოლიციების ზებნა არ გიწევს. შენ უბრალოდ ყოველ სურათზე შემთხვევითად იმ 14 ტრანსფორმაციიდან ირჩევ შემთხვევითად 2 ცალს ან 3 ცალს ან რა ვიცი. ამოცანას გააჩნია რა ვიდეოში, მაგრამ ნუ სტატიის მიხედვით 2 არის ოპტიმალური. განსაზღვრავ ყოველ ტრანსფორმაციის მაგნიტუდას და თანმიმდევრობას რა. და შემდეგ უკვე მოდელი უკვე შეცვლილ ან აუგმენტირებულ სურათზე იწვრთნება. ეგ არის მთელი, ასე ვთქვათ, ამ rand augment-ის პლუსი, რომ ანუ არანაირი ძიება არ გაქვს, ძალიან მარტივი არის და ის შედეგები რაც დადო იმ benchmark-ებზე რაც სტატიაში აქვს მოყვანილი, ანუ ზოგ შემთხვევაში იგივე დადო რაც ჰქონდა auto augment-ს და ზოგ შემთხვევაში რაღაცა მინიმალურად აჯობა რა. ეგ რო აჯობა ძალიან სერიოზული დრო დაიზოგა მაგით რა. 15000 GPU საათი. ჯობნა იყო ალბათ ზოგ кейსში ძალიან ცოტა რა, 0.5%, 0.7% ზოგ кейსში 1%-იც აჯობა. მაგრამ რო არ ჩამოუვარდა უკვე ძალიან მაგარი შედეგია, იმიტომ რომ ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებ რა. მაგის გაუმჯობესება ალბათ ამოცანა specific კიდე უფრო შეიძლება. თქვათ თუ გვაქვს რამე ალღო, რომ ასეთი ტიპის მონაცემებზე შეიძლება, აი ხა აქ 14 ტრანსფორმაცია მაქვს რა ამ სტატიაში და შეიძლება ვფიქრობდე, რომ ამ კონკრეტულ დატასეტზე და ამ კონკრეტულ
თქვათ კლასიფიკაციის ამოცანა რო ავიღოთ, შეიძლება ამ 14-დან რეალურად მჭირდებოდეს 11 რა, ან 9. და შესაბამისად 14-ში აღარ გავაკეთო ის რენდომული ან რენდომ 14-დან 2 არ ამოვიღო და ამოვიღო 9-დან 2 და მაგ შემთხვევაში შეიძლება უკეთესი შედეგიც დავდოთ, იმიტომ რომ რაღაცა кейსებში არარელევანტური ტრანსფორმაციები მოხდება რა. ეს უკვე ძალიან ბევრჯერ თქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა სატელიტურ გამოსახულებებში რეალი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის რა. ამიტომ რეალის მიმართ ინვარიანტული უნდა იყოს. ამიტომ და ნუ სამედიცინო გამოსახულებებში ხო shears თუ გააკეთებ ძალიან დიდი მაგნიტუდით ალბათ საუკეთესო შედეგს ვერ მიიღებ რა. და ხო ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ ნუ სახის ამოცნობა თუ გინდა, სახი არ უნდა გააქრო სურათიდან და მოკლედ ძალიან domain specific ანუ აუგმენტაცია ყოველთვის ძალიან domain specific. შავთეთრში რო გადავიყვანო. რა უნდა ქნა? შავთეთრში რო გადავიყვანო. შავთეთრში სახის ამოცნობაში უნდა გადაიყვანო, ხო? ერთ-ერთი ისე. კაი. მოკლედ, რაც უნდა დაიმახსოვროთ ალბათ ჩემი პრეზენტაციიდან, არის რომ auto augment-ი უბრალოდ არა, იმიტომ რომ ანუ აზრი არ აქვს. ძალიან მაგარ შედეგებს აუგმენტაციაში ალბათ კლასიკური ტრანსფორმაციები ყოველთვის ძალიან ღირებული არის და ოღონდ კლასიკურ ტრანსფორმაციებზე იმ მაგნიტუდას უნდა მიაქციოთ ყურადღება ძალიან. Mix-up და cut mix-ი არის ძალიან კაი ტექნიკები, რომ მოდელი უფრო robust გახდეს ყველა ვარიანტში და ანუ rend augment-ი არის ალბათ იდეალური ვარიანტი. ოღონდ ან даже ანუ просто ის 14 ტრანსფორმაცია რო აიღოთ და იქ რენდომიზაცია გააკეთოთ ყოველ ჯერზე, ყოველ სურათზე 2-3 არის. ეგეც მაგრამ მუშაობს, მაგრამ თან თუ რა domain specific knowledge-საც ჩადებთ შიგნით და არა რელევანტურ ტრანსფორმაციებს ამოიღებთ იმ 14-დან და რელევანტურს დატოვებთ, საუკეთესო იქნება. და ნუ რა ვიცი, რა რეკომენდაცია რაც შეიძლება მიიღოთ არის რომ ალბათ rend augment-ი არის საუკეთესო, პლუს თუ დაამატებ cut mix და mix-ups ყველაზე ისეთ დატას მიიღებ რა, რომელზეც შეგიძლია რომ მე ბევრი მოდელი გაწვრთნა. მით უმეტეს ძალიან ცოტა დატა თუ გაქვს, ალბათ ეგეთი თუ cut-ზე უფრო მეტად ალბათ mix-up-ი უკეთესი იქნებოდა რა. იმიტომ რომ ეგ boundary-ები ძალიან glue-ი გამოდის და cut-ში ამოჭრას რო აკეთებ შეიძლება ბევრი რამე გამაზო რა. თან პატარა ობიექტებზე ფული იქნება. სტატიიდან კარგად რაც ჩანს არის რომ ეს ემი მაგნიტუდაზე რაც ვისაუბრეთ, მოკლედ ძალიან დიდი ნეირონული ქსელი თუ გაქვს, ძალიან ღრმა და პლუს თან განიერი აქვს wide ResNet-ებზე იყო კლიანად საუბარი. მაგ შემთხვევაში მაგნიტუდა 9 ოკეი არის რა, გაძლევს კარგ შედეგს. ეს მაგნიტუდა კიდე რო გავიმეორო, არის ტრანსფორმაციის სიძლიერე და მაგალითი რო გითხრათ, აი მაგალითად სურათი შეგიძლია ორნაირად წაიკითხო. ერთი არის RGB და მეორე არის HSV. ხო და H-ი, რასაც გეუბნება, ეგ არის იდეაში ფერის პალეტი. და შეგიძლია რომ მოკლედ რამდენით დაატრიალო, ეგ 0-დან 360-მდე ითვლება. ეგ ფერი რამდენად დაატრიალო და როგორ შეუცვალო, აი რამდენად ძლიერად შეუცვალო, ემი მაგას გეუბნება რა. სუიგარი.
მეტი სლაიდი არ მაქვს. კითხვები თუ გაქვთ რამე? პატარა ჰენდაუთივით მაქვს. რომელსაც ალბათ სადმე ავტვირთავ. ლექციის მასალების ფოლდერში. და იქ არის იდეაში ანუ სრული pipeline ძალიან მარტივი რამე არის მოკლედ ჰენდაუტი და აი იმ ჰენდაუტში კარგად ჩანს ზუსტად რა უნდა დაიმახსოვროთ. რა რომ უცებ გაგახსენდეთ თუ დაგჭირდებათ ამოცანის დროს. და იმასაც ავტვირთავ ამ სლაიდებთან ერთად. ლექციის ფოლდერში. ანუ რაღაც მაინტერესებს, ანუ უსასრულო დრო და რესურსები რო გქონდეს, უსასრულო რესურსი რო გქონდეს, ეს არის მაგარი. ავტო აუგმენტი ყოველთვის აჯობებს ხო რან დაუგმენტს. მან ანუ ჩათვალე რომ აი ანუ რან დაუგმენტი უბრალოდ იმიტომ აუკეთესი რომ დროში ვიგებთ ხო? კომპლექსურობაში. ან უსასრულო დრო რო გქონდეს და უსასრულო ფული, ну кай უსასრულო ფული არ ჭირდება. ავტო აუგმენტი იმენა იმ ნეირონულ ქსელზე რომელიც გაქვს იმ ამოცანაზე რომლის გადაჭრაც გინდა ამ ნეირონული ქსელით იმ ტრანსფორმაციების სეტიდან რომელიც არსებობს საერთოდ შეუძლია რომ გითხრას საუკეთესო ტრანსფორმაციების მიმდევრობა პლუს საუკეთესო ალბათობა ამ ეს ტრანსფორმაციები რამდენ სურათს უნდა მოსდო, ეგრე რომ წარმოიდგინო და თან საუკეთესო მაგნიტუდა. ამიტომ ხო, რავია. უსასრულო ფული და დრო რო გქონდეს, ალბათ კი ამაზე მაგარ პოლისის ვერ მიიღებდი რა. და რენდი იმიტომ მაგარი რომ просто შემთხვევითად ანუ просто ჩამოწერ იმ ტრანსფორმაციებს რომელიც შენს იმაზე მიდის, შენს ამოცანაზე და შენს დატაზე და იქედან შემთხვევითად ირჩევ რამე 2, 3, 4 და მუშაობს. აი არის მაგის ძალიან დიდი პლუსი რა. რომ არ ჩამოუვარდება რაღაცა кейსებში ავტო აუგმენტს. თუ კითხვა არ გაქვთ, სალომე ისევ აქ უნდა იყოს ალბათ, ხო? რო გათიშოს ჩანაწერი. ოკეი. აი, თუ გაქვთ კიდე რამე კითხვა? შემიძლია რომ გიპასუხოთ. თუ ამაზე არ გაქვთ. ჩემი ხმა ხა ისმის. კი. ანუ მე მქონა ბოლოს სლაიდზე კითხვა, ქვედა მარჯვენა კუთხეში ეწერა IWRN და ეგრას ნიშნავს. ან ხო, ResNet-ი თუ გაგიგია, ეგეთი ნეირონული ქსელი არის, არქიტექტურა არის და მეორე არის კიდე, როცა აი მოკლედ ნეირონული ქსელები ხო შეგიძლია რომ სიგრძეში გაზარდო და უფრო ღრმა და ღრმა გახადო, რაც უფრო ღრმა ხდი ნეირონულ ქსელს, უფრო მეტი პარამეტრი აქვს და ვთქვათ, უფრო მეტი რაღაცის სწავლა შეუძლია. ოკეი. მომენტი არის რომ შეგიძლია რომ სიგრძეში არ გაზარდო და გაზარდო სიგანეში. და wide ResNet-ი არის ამ სტატიაში გამოყენებული რა, ანუ სიგრძეში კი არ ზდიან, ну სიგრძეშიც ზდიან, მაგრამ თან სიგანეშიც ზდიან. ეგ არის მოკლედ wide ResNet ხო ცოტა დაუნდეულია. просто wide ResNet-ის დაწერა აღარ მოსკენ. კარგად გავიგე და ემი არის ანუ ტრანსფორმაციას მაგალითად უფრო მარტივი მაგალითი არის თან წარმოსადგენადაც ნახე აი აქ ეს არის სურათი ეს არის შემოbrunებული სურათი ეს სურათი ახლა არ მახსოვს რამდენი გრადუსით შემოbrunე მაგრამ ნუ ჩათვალე რომ თქვა 20 გრადუსით არის მოbrunებული აი ეგ არის მაგნიტუდა ოღონდ აგებული არის რა აი აქ ახლა 9 რო წერია სკალა არის და მოკლედ ყველა ტრანსფორმაციას რო მოერგოს, ამიტომ unified არის გაკეთებული. თორე ზოგზე მაგალითად ამაზე x-ა შეიძლება ნიშნავდეს სულ მოკლედ მე მგონი იცვლება 1-დან 20-მდე რა ამ სტატიის მიხედვით.
20 იქნება ალბათ ძალიან ერთი სრული დატრიალება რა 360. და და იქნება ამდენიც გამოდის 360 რო გაყოფ 20-ზე. ავიღებ 18 და ეგ რო გაამრავლო 9-ზე. ალბათ აი მაგდენ. ეს ხო ემი რა. და ანუ ემი ყველა ტრანსფორმაციაზე ანუ რაღაც ყველა ტრანსფორმაციას განსაზღვრელი არის თქვა ანუ მაგნიტუდი არის. ანუ ყველა ტრანსფორმაცია რა სიმძლავრით მოსდო შენ სურათს. კი. და მაგას აფიქსირებ. ანუ ყველა სურათზე რასაკეთებ? ისევ შედიხარ იმ 14 ტრანსფორმაციაში, ირჩევ შემთხვევითად 2-ს და ასევე თითო სურათზე ეს ემი არის ფიქსირებული. შენ აფიქსირებ რა. ამ სურათზე ემი იყოს, თქვათ, იცვლებოდეს, შეგიძლია ცვალო, შეგიძლია დააფიქსირო მთლიანად რა, ანუ შენზე არის დამოკიდებული. შეგიძლია თქვა, რომ ამ სურათზე ემი იყოს, თქვათ, 6. და ის ორი ტრანსფორმაცია, რომელიც აირჩიე, შემთხვევითად თითოეულს 6 მაგნიტუდით მოსდებ იმ სურათს და შეცვლი რა. კი, მივხვდი. ოკეი. კაი, თუ რამე კითხვა გექნებათ კიდე, შეგიძლიათ მომწეროთ. და გიპასუხებთ აუცილებლად. ეგ არის? მაგრამ გიგი ყველაზე აქტიური. კაი, მადლობა მეგობრებო. მე მგონი ალბათ რო გავიდეთ ამ არა უეჭველი ეს რაღაცნაირად უნდა გაითიშოს თორე. შემიძლია რომ გავიდეთ მგონი მაინც. იგი შემიძლია გავთიშო. მადლობა მეგობრებო, მოკლედ დროებით. ნახვამდის. კარგად. კარგად.